ეხლა ტყუპებს უჯდებათ მეცხრე სახლში. დაბნელება მეცხრე სახლი ეს არის სიახლეები, მაგალითად სწავლაში, განათლებაში, ღირებულებებში შეიძლება ბევრი ტყუპებისთვის იყოს, ანუ მოულოდნელი მოთხოვნილება იმიგრაციის მაგალითად, ან რაღაც ფილოსოფიური ხედვები მინდა შევცვალო სადღაც, ხო? შეიძლება ღირებულებათა სისტემა უნდა დეთ რომ შეცვალონ, იმიტომ რომ მეცხრე სახლი უმაღლესი განათლება არის ჩვენთან, ეს არის მოგზაურობები, ეს არის უცხოელებთან ურთიერთობები. ვინც ტყუპები მაგალითად უცხოეთში არიან განსაკუთრებით, ხო? შეიძლება მან რაღაც სწრაფად განვითარდეს სიტუაციები, რაღაცის შეცვლა მოუნდეთ რადიკალურად, ან ქალაქის შეცვლა მინდა, ან ქვეყნის შეცვლა მინდა მაგალითად, ან რაღაც სწავლა მინდა დავიწყო რაღაც ახალის, ხო, სიტუაცია, ან უცხოელებთან ურთიერთობაში იყოს რაღაც სერიოზული სიახლეები, ან ახალი ნაცნობობები მაგალითად, ეს ზოგადად ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, შაბლონურად, მაგრამ თუ ნათალური რუკიდან გამომდინარე მეცხრე სახლში არის ეს დაბნელება, მეცხრე სახლი იგივენაირად, ოღონდ უკვე უფრო სერიოზულად, ისაც მეცხრე სახლში ყავს დაბნელება, შეიძლება ახალი სწავლის სურვილი გქონდეთ, მაგალითად, იქნება ეს უცხოენები, იქნება ეს შინაგანი კვლევები, ფილოსოფიური კვლევები, მაგალითად, ან უბრალოდ ღირებულებების სისტემა შეიცვალოს, რომ აი მე ეს ადმინდა რომ წავიდე ამ ცხოვრებაში, ხო? აი გეზი, ოღონდ არა მეათსახლური, მეცხრე სახლი ჩვენთან არის, აი უფრო აი როგორ გითხრათ, ფილოსოფიური ხედვა, ხო, რამდენად სწორად მივდივარ, რამდენად სწორი არის ჩემი ღირებულებათა სისტემა, ხო, რამდენად სამართლიანი არის ჩემი ცხოვრება, მაგალითად, რამდენად ესეთი ღირებული არის ჩემი ცხოვრება. აი ამ ყველაფერზე ფსიქოლოგიურად დაფიქრება, ან რეალურად ცვლილებების შეტანა საგანმანათლებლო სფეროში, შეიძლება მოულოდნელი ნეგატივებიც გქონდეთ, ვინც მაგალითად პედაგოგიკაში არის, ან მუშაობენ უცხოელებთან, შეიძლება რისკი იყოს ბევრი დაუგეგმავი მოულოდნელი ცვლილებების. აქ ერთი მნიშვნელოვანი არის, მეგობრებო, რომ სახლებზე როცა ლაპარაკობ, ხო, რამდენად ჩვენ ამ სახლთან გვაქვს შემხებლობა იმის მიხედვით იმუშავებს ეს, ხო? თუმცა ამ სფეროებთან რაღაც ახალი ირთვება, ახალი ციკლი და თუ ეს აქტუალურია ჩვენ ცხოვრებაში, აქ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს.